ასეთი რაღაც თქვით ზეღა რომ ყველაფრის შესრულება არც თუ ისე კარგ შედეგებს იძლევა. მაგრამ მეორე მომენტია ბევრი არა თუ მოქმედებს უარყოფითად ბავშვი. კი. ძალიან კარგი კითხვა. ახლა ბალანსი დაგხვდება. სწორი, იმიტომ რომ სიტყვა არა უნდა არსებობდეს. მაგრამ ყოველთვის არა უნდა იყოს გასაგები ბავშვისთვის, რატო არა? ხო, ახსნადი. მე კი მინდა შენ ეს მოგწე, მაგრამ არა, ვერა, იმიტომ რომ. არა დამურჩა არ შეიძლება. არა დამურჩა არა, იმიტომ რომ იბადება კითხვა, რატო არა? როდესაც შენ იგივეს აკეთებ, ან გუშინ იყო იგივეზე ხო? და დღეს რატო არა? მაგრამ მე თუ ამას დამისაბუთებენ, მაშინ მეცოდინება, რომ რატო დღეს არა? და მეცოდინება, როდის ეს არა შეიძლება გახდეს კი. ახლა ამ კი და არადან მაშინ გადავიდეთ ზოგად რაღაც შეზღუდვებზე. სიმკაცრე თუ უნდა გამოვიჩინოთ, როცა ბავშვმა რაღაც დააშავა და თუ შეიძლება რაღაც ფორმი დავსაჯოთ, კუთხეში არ დავაყენოთ, მაგრამ დღეს ეს არ გექნება. მოკლედ ბავშვმა რაღაც დააშავა და როგორ იქცევა მშობელი, როგორ ვაგზნობინოთ, რომ დავნაშავია და სასჯელსაც იმსახურებს და უნდა დავსაჯოთ თუ არა. აი იგივეს ვიმეორებ, რომ არა არის დასჯის ერთ-ერთი ფორმა. დასჯა და არა თუ იქნება ახსნილი ბავშვისთვის, მაშინ ის გასაგები, მე კი მინდა შენ ეს გაგიკეთო. მე კი არ მინდა შენ დაგსაჯო, მე კი არ გსჯი, შენ თვითონ შენი ქცევის გამო და ესაჯი საკუთარი თავი. და მე შემიძლია მოგეხმარო, დაგიდგე გვერდში, რომ შენ შემდგომში არ მოგიწიოს ამაზე დასჯა. ამიტომ მე შენთან ერთად დავისაჯე და გვერდში დაგიდეგე, რომ ეს მეტი აღარ გაგიმეორდეს. ჩვენ კონვენცია ხო ბავშვთა უფლებების და მოვალეობის კონვენცია, ჩვენ ძირითადად ვაკეთებთ აქცენტს უფლებებზე. და მოვალეობა არ გვავიწყდება. და ალბათ ჯერ მოვალეობა უნდა იყოს და მოვალეობიდან გამომდინარე უფლება. ხო, მოვალეობა ასად არ არის მართალი. ხო, მოვალეობაზე არასდროს აქცენტს არ ვაკეთებ. მე მინდა, ეს ჩემი უფლებაა. კი ბატონო, მაგრამ იმ უფლებას მოვალეობა მოყვება. მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს. და პირიქით. მაგაზე შვილებთან საუბარი ძალიან გონივრული ამბავია აშკარად. ხო, ფაქტობრივად ისე მივიდივართ პასუხისმგებლობის აღებასთან, ის მოვალეობაც ხო პასუხისმგებლობა რაღაცაზე, რაღაცის მიმართ. და კიდე ნახეთ, პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა იყოს რაღაცით და შექება ჭირდება. ოჩახ შენ ეს როგორ გამოგივიდა, ხო? ოჩახ შენ ეს როგორ ქენი, ანუ ის პასუხისმგებლობა, რომელიც შენ აიღე, ის გამოჩნდა, მე დავინახე, მე ამით ვამაყობ. ანუ წახალისება უნდა წახალისება შექება ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ შენ თუ ბავშვს ასწავლი წახალისებას, ის ყოველთვის ლაღი იქნება. და ლაღი ადამიანი, ლაღი ბავშვი, ნუ ყველგან ლაღია. სირთულეც რო შეხვდეს, ის იმ სირთულეს ლაღად და თავისუფლად გადალახ.